მე მარიტა მასწავლებელი ვარ. დღეს ჩვენ ინგლისურ სიტყვებს გავაჯადოებთ და არსებით სახელებს ზედსართავებად ვაქცევთ. მზად ხართ? რა არის სუფიქსი? ესაა ჯადოსნური ასოები, სიტყვის ბოლოს, რომლებიც მის მნიშვნელობას სრულიად ფუძიანად ცვლის. აი მაგალითად დავუმატოთ სუფიქსის სიტყვას care, ანუ ზრუნვა. ის წამიერად იქცევა careful-ად. ხედავთ? არსებითი სახელი friend, სუფიქსის დახმარებით მყისიერად ხდება friendly, ანუ მეგობრული. ძალიან მარტივი, არა? ავიღოთ სიტყვა history. IC სუფიქსის დამატებით ისტორია წამებში გარდაიქმნება historicად, ანუ ისტორიულად. მაგრამ მოითმინეთ, სანამ ამ ტრანსფორმაციებს გავაგრძელებთ, მართლწერის უსაფრთხოების მთავარი წესები აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. გვაქვს სამი მარტივი, მაგრამ ოქროს წესი, რომელიც სუფიქსის დამატებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. პირველი წესი. ბოლო e ასო იკარგება. სწორედ ასე მარტივად ხდება nature, სიტყვა natural. მეორე წესი. ასო y იცვლება it. დააკვირდით, როგორ ლამაზად იქცა beauty beautiful-ად. მესამე წესი. მოკლე სიტყვებში ბოლო თანხმოვანი ორმაგდება. მაგალითად, sun ხდება sunny. მზიანი. ახლა ყველაზე საინტერესო, სუფიქსით ყუპები, რომლებიც ერთი და იმავე ძირიდან სრულიად საპირისპირო სიტყვებს ქმნიან. დააკვირდით კონტრასტს. Painful არის მტკივნეული, ხოლო painless მისი სრული საპირისპირო, უმტკივნეულო. იგივე ხდება აქაც. Useful სასარგებლოა, useless კი უსარგებლო. ხედავთ რამხელა ძალა აქვთ ამ პატარა სუფიქსებს. მოდით ეს ცოდნა ახლა პრაქტიკაში ვნახოთ. როგორ უნდა ვაქციოთ ქვეყნების სახელები ეროვნებებად. ჩვენი საამახო მაგალითი Georgia, ხომ საქართველოა. იან სუფიქსით ის მარტივად ხდება Georgian, ანუ ქართული. აი, ეს სუფიქსი კი აზიურ ქვეყნებს უხდება. China ხდება Chinese, იაპონია კი Japanese. ბოლოს გვაქვს ish სუფიქსი, რომელიც ესპანეთს, ანუ Spain's, Spanish-ად აქცევს. ახლა თქვენი ჯერია, რომელი ინგლისური სიტყვის ჯადოსნურ გარდაქმნას შეეცდებით პირველად? აბა თქვენ იცით.